მოგესალმებით, როგორც დაგპირდით, ყოველდღე დავდებ თქო. ისე გამოვიდა გუშინ, რომ გუშინ არ დამიდია ვიდეო, უბრალოდ დავდე ვიდეო, მაგრამ ესეთი რაღაცა ვრცელი ვიდეო არ ყოფილა, იყო ჩემი დაბადების დღე, სიმართლე გითხრათ, არაფერი არ გამიკეთებია ჩემი დაბადების დღეზე, როგორც ნახეთ, ვიყავით ნიუ-ჯერსიში წინა კვირას და იქ უფრო გამოვიდა აღნიშნა. ოღონდ ისიც არ იყო დაგეგმილი. რაღაცნაირად ჩემს დაბადების დღეზე მემართება ხოლმე მელანქოლია, არ მინდა არაფერი. სულ ვარ მოწყენილი, სულ მგონია რომ არავის არ უყვარვარ არავის. რაღაც ესეთ ხასიათზე ვარ ხოლმე, სულ ყოველთვის ყველა ჩემ დაბადების დღეზე. ბავშვობის გარდა, რაღაც ბავშვობაში მიხაროდა ხოლმე და აღნიშნავდი აქტიურად და ეხლა რაც ასე კი მემატება, არ ვიცი, სულ მოწყენილი ვარ ხოლმე დაბადების დღეზე, ამიტომ არაფერს ვაკეთებ საერთოდ. გუშინ ვიმუშავე, დილას ავდექი რაღაცა შეკვეთები გავაკეთე, მე მეილებს უპასუხე, მე ის გავაკეთე, მე ეს გავაკეთე, მე საქმეს ვიხდე, მე იქ დავრეკე, აქ დავრეკე და მოკლედ ამასობაში გავიდა მთელი დღე. რაღაცა ბავშვები წავიყვანე იქით, აქეთ მილიონი რაღაცა გავაკეთე და ეს იყო ჩემი დაბადების დღე. მეტერფერში ვიბანავე და რაღაცა თმა გამიკეთე და ხო იცით, ესეთი ცოტა რომ შენ თავს საჩუქარს გაუკეთებ და ჩვეულებრივი სამწუთიანი შხაპის ნაცვლად, 7 წუთით რო შეხვალ რომ დართავ შენ თავს ნებას, ეგეთი ის მქონდა დღე. პლუს კიდე ბენი მუშაობდა და მაინც რობს ვერ ვიზამდით. და მოკლედ გადავაგორე როგორც იქნა ეს დაბადების დღე. სხვა შეს ყოველ წელს ველოდები რამდენად უფრო დეპრესიული ვიქნები ამ დაბადების დღეს. საერთოდ არ ვარ დეპრესიული ადამიანი, საერთოდ არ დაბადების დღეზე არ ვარ დეპრესიული, მაგრამ უფრო მოწყენილი ვარ და რახან ეს გადავაგორე, გადასარევი. ძალიან მიხარია. მაგრამ მე თქვენ დაგპირდით განყოფას, იმიტომ ჩვენ ხო ვიყავით ერთად sample sale-ზე გასულები და იმის მერე არც გაჩვენეთ რა ვიყიდე. ესე დაგტოვეთ გაურკვევლობაში. ბენთან ერთად რა თქმა უნდა განყოფა უფრო სასაცილოა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ვეთანხმები რაღაც მხრივ თქვენს კომენტარებს რომ გადათარგმნე, იმიტომ რომ ძალიან ბევრს არ ესმის რა სიძახის ეს ადამიანი. თუმცა ისწავლეთ ინგლისურს. არაჩვეულებრივი გზა არის იმისთვის, რომ ისწავლოთ ინგლისური, მოუშვით თქვენი შვილები ჩვენს ეკრანებთან და შეგიძლიათ ისწავლოთ. ოვი რო ლაპარაკობს, მშვენივრად შეიძლება ბავშვმა ისწავლოს ინგლისური ვინმე. ხო და ბენი მოკლედ სამსახურშია და ახლა ვწერ და დღესვე დავდებ, ახლა როგორც კი დაგემშვიდობებით, ეგრევე ავტვირთავ ამ ვიდეოს და დავდებ დღესვე. ვნახოთ რა ვიყიდე იმ sample sale-ზე. სიმართლე გითხრათ, უნდა გავჩერდე საერთოდ ამ sample sale-ებით. ეს არის რაღაცა დიდი მახე, სადაც რომ მიდიხარ და რო იცი რომ ეს ღირს $1000 და დღეს იყიდება 50, გონია რომ შენ გადადე ის $950, რომელიც არც გაქვს, მაგრამ რაღაცა დაზოგვის შეგრძნება. ამ დროს არ არის ეს დაზოგვა, ეს არის ფლანგვა. ხო და უნდა გავჩერდე. აღარ უნდა ვიარო. ამ sample sale-ზე ეს იყო კონკრეტულად განის sample sale-ი. წავედი, იმიტომ რომ ბუბუ მთხოვა, ჩემად ამთხოვა რომ წადიო. ხო და მე არ მომწონს განი. და რატო ვიყიდე რაღაცები? არ მომწონს, ბრენდი არ მომწონს. გუშინ იყო ბალმანი, ის მომწონს, იქ წავსულიყავი. მაგრამ უკვე ვუთხარი ჩემ თავს რომ მორჩა. წელს მე დავამთავრე ეს sample sale-ები, იმიტომ რომ არ დასრულდა. ძალიან ეხა ნორმალურია, როცა მაგალითად იყიდი და მე გააყიდი, ხო, მაშინ კაი მესმის რაღაცა შემოსავალი დაგრჩა. არის სხვაში ძალიან ბევრი ამერიკაში ეგრე აკეთებს, ყიდულობენ ტანსაცმელს, ხმარობენ, ჩორობენ, კარგად, სუფთად, აკურატულად და მე როგორც ნახმარს, როგორც გამოყენებულს, მაგას ეძახიან pre-loved, უკვე რო გიყვარდა და რო აღარ გიყვარს ისეთი და შეგეძლია რომ გაყიდო და რაღაცა გამოდის რომ ყიდულობ ტანსაცმელს იყენებ, ხო ჩვენ გოგოებს ხო ძირითადად გვიყვარს რომ რაღაცა გამოვიყენოთ, მე ცოტა ბეზრდება ხოლმე. ხო და ეს გამოიყენებ და მე ჰოპ და აღარ არის. მე ეგ არ შემიძლია. არ შემიძლია არავითარ შემთხვევაში. კარგით. დავიწყებ იმ შარვლით, რომელზეც ბუბუ მომწერა, ეს უეჭველიო. ეს არის შარვალი. გველებია მე მგონი. გველებია? ხო, აბა რაღაც ესეთია, არა, ჯინსია, მაგრამ პრინც გულისხმობ. გველები.
ხო, ეს არ არის, რა თქმა უნდა, sample sale-ებზე არ არის არაფერი გამოყენებული, ეს არის ახალ-თახალი ზმანები. სხვათა შორის აი მიბაძვაო, მე რო ვიყიდე შარვალი და ეხლა ბუბუმაც მოინდომა ესეთი განიერი ბოლოებით. რაღაცინებს? სასაცილო შარვალია? შიოზის იატაკზე და დამცინის, რომ სასაცილო შარვალია. მოკლედ ესეთი ჯინსია რეალურად. ეს არის ჯინსი. ხა სიმღერები დაიწყო. აი ასეთი. მე როგორც მივხვდი, ეს შარვალი მოსწონს, იმიტომ რომ ძალიან ცნობილი განის პრინტია, ანუ ამ ბრენდის ცნობილი პრინტია და ну ეგრევე ეთყობა რომ განია. ეგ ხო მაგას ხო რას იძახიან ახლა silent luxury, ანუ 90-იანებში 2000-იან წლებში იყო ხოლმე რომ აი შანელი, მანელი, გუჩი, მუჩი, ფერუჩე, ყველგან ესეთ რაღაცები. ეხ არის silent luxury, ანუ რაღაცა პრინტით უნდა მიხვდე რომ luxury ან რაღაცით უნდა მიხვდე რომ luxury-ა. მე ჯერ მაგ ტრენდს ვერ მე მომწონს როცა ლამაზია. ანუ ლამაზია და ჩემთვის ეგ არის კარგი. იქნება ეს luxury თუ რაღაცა შეინიდან გამოწერილი. უბრალოდ შეინიდან გამოწერილი ძალიან ცუდი ხარისხია, თორემ არ მაწუხებს ის ფაქტი, რომ შეინიდან გამოწერილი. მოკლედ ეს არის ის შარვალი, რომ მე ძალიან უნდა და არ ვიცი იცის თუ არა, რომ ასეთი ბოლოები აქვს სხვათა შორის. მე მგონია, რომ მაგას გონია, რომ მოტკეცილი შარვალია, იმიტომ რომ ბუბუზე ესეთი ფარტყუნა, არა, პრინციპში ხო ფარტყუნა შარლები აცვია ხო. არ ვიცი, ნახოთ, მოკლედ ეს არის შარვალი. 28 ზომა, რომელიც ჩემი ვარაუდით არის 38 და ესე რომ გადავხედეთ, სავარაუდოდ 38-ია. ძალიან ვიბნევი ამ ამერიკული ზომებით და დავიტოვე. შემდეგი რაც ბუბუ მითხრა რომ must არისო და ამის გარეშე არ გამოვაო, ეს არის ფეხსაცმელი. არა, სხვათა შორის ლამაზია. ძალიანაც ლამაზია. ძალიან ლამაზი ფეხსაცმელია, იცით? ანუ იმ მომენტში ვიფიქრე, და ეხა მომწონს. ბალეტკაა ეგრეთ წოდებული. როგორც ნახეთ როგორია თითები ჩანს. არა ლამაზია. თან აი ბოლომდე თითები კი არ ჩანს. აი ეს რაღაცა ესეთი დაფარულია და ოდნავ ჩანს თითები, ანუ ფჩხილები არ ჩანს. რაც მგონია ესთეთიურად რაღაც პონჩი ლამაზია. არა, კარგია. არ არის ბუბუ ცუდი არჩევანი, ლამაზი ფეხსაცმელია და ყავით რა სიამოვნო. დავაპირე ახლა ჩავხუტებოდი, მე მეხუთე სახეზე მისვია და გავუფუჭებ ფეხსაცმელს. მოკლედ მომწონს. ეს კარგია. გასაოცარი ის არის, რომ მე და ბუბუ ვართ სიმაღლეში ერთი და ფეხის ზომა გვაქვს 3, ანუ მე მაქვს აი არ ვიცი, ციგურები, შემიძლია რომ წავიდე, გუდაურში წავიდე და არ მქონდეს თან არც სნოუბორდი, არც ციგურა, იმიტომ რომ აი ესე ჩემ ფეხებით შემიძლია ვისრიალო 41 ზომა ფეხი მაქვს. ხალხო, ფეხის უნახავს გაგხდის. ანუ აი ფეხი არის აი საშინელება ხალხზე. ფუფ, კიდე კაი რომ იაპონიაში არ ვარ და ბუბუს აქვს აი 27 ზომა ფეხის. დედიკო! შენ გადატრიალდი? მოიცადე ბამე. დე! შენ და ყოჩახშიო. ყოჩახი შემოწრუწუნა გადატრიალდი სანამ მევტლიკინე. ყოჩახ. მე მგონი ხა გახოხავს კიდე ცოტა ხანში. ციგნები წაიკითხე, მინდა შენ წაიკითხე, სანამ ჩვენ განყუდება გვაქვს. მოკლედ, ეს არის ბუბუს ფეხსაცმელი. მეც ვიყიდე ფეხსაცმელი. პირდაპირ გაჩვენებთ რა მხელა განსხვავება არის ჩემსა და ბუბუს ფეხსაცმელის შორის. მე ფეხსაცმელი უკვე ჩავიცვი მართალია, ახლა უკან ჩავდე ყუთში. რომ მეჩვენებინა თქვენთვის. აი ეს არის ჩემი ფეხსაცმელი. ეს არის ბუბუს ფეხსაცმელი. უშასი. სხვათა შორის მოყვება ესეთი ჩანთაც. ძირითადად ცოტა ძვირიანი რაც არის ხოლმე ყოველთვის რაღაც ესეთები მოყვება, რომ ლამაზად და კარგად შეინახო. ხო და შევინახოთ ამაში ეს ყუთი გადავაგდოთ. აი ასე. იმიტომ რომ
აუ ხალხო იცით ჩვენთან რა მოხდა სახლში მოკლედ ერთი არც 2-3 კვირა რაც სულ რო გავდივართ სახლიდან გრძნობთ გაზის სუნზე სულ და ერთხელ უთხარით ჩვენ სუპერი არის ადამიანი რომელიც ადმინისტრატორი შენობის რა მოკლედ რომელიც ცხოვრობს შენთან ერთად შენობაში და მის პასუხისგებლობაა რაღაცა რო გაფუჭდება რაღაცა რო ხდება რომ იმასაკ ერთხელ გამოვიძახეთ სახანძრო იმიტომ რომ სუპერმა არაფერი მანდ არ არის მორჩითო და სახანძრო კი არისო რაღაც გაჟონვაო სუპერმა ჩვენ რატომ არ გითხარით უფრო რაღაცა ძალიან მატყუარაქალი ანუ ეგეთი მატყუარაქალი არ მინახავს ხო და გუშინაც რო გავედით აი ისეთი სუნი იდგა რომ მართლა თავბროდა მეხვა და ვუთხარი ერთხელ ერთ-ერთ მუშას მის თანამშრომელს რომ ვინც მუშაობს ხოლმე იქ რაღაცებზე რომ იცი რა არის საშინელი სუნი დგას და იქნებ ვინმე მიხედოს თქო და მოვიდა კომპანია ვინც ფლობს ამ სახლს და ჩაჭრა გაზი ანუ მთელ შენობაში ჩაჭრა გაზი ეხლა თქვენ ხო ხვდებით რომ ფლობელი სახლის ანუ ეს კიდე ცალკე კომპანია არ მოვა შენობაში და არ ჩაჭრის გაზს რაღაც მილიონ სართულზე მილიონ ოჯახში იმისთვის რომ არ ყოფილა არანაირი გაჟონვა ეს ავდექით და გადავწყვეტეთ ჩავჭროთ გაზი და გადავამოწმოთ გადამოწმებას შეგახსენებთ შეიძლება 1 წელი დასჭირდეს ესე იგი იყო გაჟონვა ხო და ამ ქალმა ნუ აი მომიწია რომ დაამერიკა და რომ მოვიდნენ მიიღეს გადაწყვეტილება რომ რატომ მიიღეს გადაწყვეტილება ანუ ცოტა გიჟები გამოვყავართ ჩვენ რომ ჩვენ ვთქვით რომ გაზის სუნი დგას და ამის გამო ისინი მოვიდნენ და ჩაჭრეს ერთ-ერთი ტყუილი გაგიზიარეთ ჩვენი გულის ტკივილი გუშინ მე და ბენი ვქოთქოთებდით აქ აი რა უნდა ამ ქალს ანუ რატო არ შეუძლია რომ აღიაროს რომ იყო გაზის გაჟონვა იყო და შენ გეზარებოდა ეს ამხელა ამბავი რომ ავფრინდებოდით მთელი შენობა ჰაერში მოკლედ აუ გაჩვენეთ მე მგონი თითქმის ყველაფერი ბოლო არის ეს კაბა ამ კაბაზე ვიფიქრე ძალიან დიდხანს მინდა არ მინდა ძალიან ლამაზი პრინტია მე ძალიან მიყვარს როცა ბრჭყვიალა არის გამჭირვალე და პრინტზე ზემოდან გადაკრული და არა აი თვითონ ხო მიხვდით ან თვითონ ამ პრინტის ბრჭყვიალა კი არა აი რა რაღაცა მომწერა რაღაცა კაი ხო და აი ესეთი მიყვარს მაგრამ ხა ამ კაბას აქვს რამდენიმე პრობლემა ერთი რაც არ მიყვარს ძალიან და ალბათ არც არასდროს არ გინახევართ ეს არის ერთ მხარეს ჩაჭრილი კაბები რო არის აი რაღაც ეს კარმენსიტა კაბები და ამას ეს კარმენსიტა ამბავი აქვს აი ნახეთ აი ეს თუმცა რადგან არ მოდის აი რაღაცა თეძოდან ჩავთვალე რომ არ აუშავს მეორე პრობლემა რომელსაც მივხვდი რომ ეს ესეთი მხრები აქვს გაჩვენებთ ანუ მხრები აქვს დიდი მიყვარს ძალიან დიდი მხრები ძალიან თითქოს ლამაზია ესეთი და გენახებით ესეც არ არის რა ძალიან გაჭრილი ნორმ მაგრამ თავარი პრობლემა ეხლა რაშიც მდგომარეობს არის რომ მე მყავს შიო სულ ნანახი გაქვთ რომ სულ ზედმაკიდია პირველი ის რომ ამებს მოაძრობს ის საკიდი აუცილებლად ამას რო გავიკეთებ აუცილებლად მოძრება მეორე პრობლემა ის არის რომ ძუძუს ვერ ამოვაგდებ ხო შენსაც ანუ ყველა ვარიანტში მჭირდება მე თან ვაჭმევ იმ რაღაცაში რომ მყავს იმიტომ რომ ასეთი გადასაფარებელი აქვს და ესე ვიფარები და ვერ ხედავს რა რომ ვაჭმევ და აქედან ყელამდეა ეს კაბა ვერ ამოვიღებ ვერაფერს თან აი ბოლომდე უნდა შეიკრას და ნუ საერთოდ ვერ ამო ანუ გამოდის რომ 1 წელი ამ კაბას ვერ ჩავისა 1 წელიწადში რაჯანდაბად მინდა ეს კაბა აი რაჯანდაბად თან აი საბოლოო ჯამში ეს კაბა გამოვიდა ყველაზე ძვირიანი შენაძენი რაც კი იყო იმიტომ რომ რაღაცა უძვირფასესი და არ ვიცი რატო გადავწყვეტე რომ ეს კაბა მეყიდა არა ლამაზია განა არ არის ლამაზი მაგრამ კარგი ვნახოთ რა ღირს თავისი ფასი არის აი არც ხედავთ $575 $575 ღმერთო შენ გვიშველი მეცაბა დანარჩენებსაც ვნახოთ რა ღირს ну მე რა თქმა უნდა $575 არ მიყიდი ახლა ხნ არ ფიქრობ რომ გავგიჟდი
ეს ასე. აბა ბუბუს ჯინსები ვნახოთ რა. ბუბუს ჯინსები ღირს $345. $345 რატო უნდა გადავიხადო ჯინსებში? აი რამ უნდა გამაგიჟოს ახლა რომ ჯინსებში გადავხ. ფერს ქვია საფარი. მე რო გველს ვეძახი საფარი. არა დიდი მადლობა. ფეხსაცმელებიც ვნახოთ და ხო, პრინციპში მეტი არაფერი არ მიყიდია. ამის ფასი არის 395. 395. ნუ კაი ფეხსაცმელში კიდე წარმომიდგენია, მაინც არ გადამიხდია ამბენი. და ბუბუსი არის, ბუბუსი ძვირია 495. ბევრად უფრო იაფად შევიძინეთ ყველაფერი. ეგ არის მთელი მუღამი ამ sample sale-ების, რომ აბა, მეც ერთი წუთი. შიო, ნო, დედიკო. არა, შემოწროწონა, ეს არ შეიძლება შენთვის. არა, ეს არა, ეს კი. მოკლედ ეს არის ჩვენი განყუთვა დღევანდელი. ყველაფერი გაჩვენეთ, ახლა წავალ ავტვირთავ ამ ვიდეოს. გკოცნით, გეხოთ თქვენი ნოკი კოშკელიშვილი. გთხოვთ კომენტარებში დამიწერეთ რა გინდათ რომ კიდევ ნახოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდ გულზე ვიყავი ამ ყოველდღე დაპოსტვის და მივხვდი რომ ჩემი ყოველდღიური ცხოვრების გარდა მეტი არაფერი ისეთ საინტერესო არ არის და იქნებ სადმე წასვლა გინდათ, იქნებ რამეზე ვიტლიკინოთ, რა გინდათ რომ ნახოთ, მომიყევით და აუცილებლად გაგიზიარებთ ეგრევე. დიდი მადლობა რომ ხართ ჩემთან და ხართ ჩემი გამომწერები. არ დაგავიწყოთ რომ გამოიწეროთ გვერდი რომ ნახოთ უფრო მეტი ვიდეო. ნახვამდის.